მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით. ახალი ვიდეოთი დაგიბრუნდით. დოროროთი, რომელიც თქვენ წესით უნდა მოგწონდეთ, მაგრამ როგორც ვთქვი, არ მოგწონთ, იმიტომ რომ რაღაც არ აგროვებს საკმარის ნახვებს. არ და თქვენი არჩეულია. ყოველ შემთხვევაში ახლა არ დავიწყებ მაგაზე პრეტენზიების გამოთქვას, უბრალოდ ვიტყვი რომ მეც ველოდებოდი ცოტა, იმიტომ რომ ახლა ბევრმა აერჩია დორორო. უყურებთ მეოთხე სერიას ახლა. და სერიას ქვია The Story of the Cursed Sword. დაწყევილი ხმლის ამბავი. იცით რა სათაური მომწონს? სათაური აშკარად მომწონს, იმიტომ რომ ზოგადად ეს თემა მევასება, დაწყევილი ხმლის ამბავი ჯერ ერთი მარტო დემონებზე რომ არის, მაგას მიმაჩვიეს უკვე ანიმეებმა. Demon Slayer დაწყებული მხერხავით დამთავრებული დემონების თემა სულ საინტერესო იყო ჩემთვის და დემონების წყალ ხო საერთოდ, ნარუტოშიც იყო ახლა ბევრჯერ ასეთი რამ, თუნდაც შინიგამის ამბავი მომწონდა სიკვდილის ღმერთის და იმისი, რა თქმა უნდა, კურამასიც და მაქვს ახლა შანსი რომ ცოტა წარსულს გადავალოთ, ანუ წარსულს როგორ ნოსტალგია ვიგრძნო ამ ვიდეოს ყურების დროს და გავიხსენო ძველი დრო ნარუტოს როცა ვუყურებდი. არა მგონია ახლა ნარუტოს სიუჟეტი იყოს უფრო Demon Slayers დავუკავშირებდი, იმიტომ რომ ხმალი გვაქვს და რა ვიცი, ისა დემონები გვყავს. მაინტერესებს. წინა სერია იყო შესანიშნავი. აი მეც არაფერს ვიტყვი, შესანიშნავი. რატომ ახსნილი მაქვს უკვე, რაც დამირიაქტებია სერიები ყველაზე მაგარი იყო. 4-ვე სერიალიდან. დაწუნებული ვარ უკეთესებიც იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ეგ იყო. დავიწყეთ ესე იგი მეოთხე სერია, შემდეგი 2 სერია არის ეს ორნაწილიანი სერიები და მაგურს ერთად ვუყურებ. მინდოდა მეოთხე და მეხუთე ჩავეწერე ერთად, მაგრამ რადგან ორნაწილიანი ვნახე, გადავწყვიტე რომ ჯობდეთ ჩავეწერა მეხუთე და მეექვსე ერთად და ეს ცალკე. დორორო, პირველი სეზონის მეოთხე სერია, დაწყევილი ხმლის ამბავი. 3, 2, 1 დავიწყეთ. გამარჯობა მაპა. რა ხდება ეს გადასვლები? არ უნდა მოკლას. თუ რა აუ ტექსტ თქვენთვის აიგითხავს ფარამირი სპეციალურად რა ძალიან ისეთი შესავალები აქვს ხო ვიცით ამ სერიებს. ბოლორს მოდი ოპის ამჯერად გადავახო. და ახლა გაჭირდა. გამიჭირდა. აუ. კაი, მეტი აღარ ვეცდები ოპის გადახვევას. დაიცეთ გადავტვირთავ. ნერა, მეგრე არ გვაწყობს.
Ja, კარგი, უფრო შორს არ წავიდით, თორემ სერია რო დაიწყებოდა, მაშინ გამიჭედავდა. ეს ბოლწოს ლოგო რო ჩნდება და იაკიმარუ რომ ჭრეს. ზუსტად ვაკიტობა ვარჩიე ეს ლოგო thumbnail-ად პირველი სერიისთვის, იმიტომ რომ ლეხმის ისტორია. პირველ სერიებზე სულ ლოგოებს ვადებ ხოლმე thumbnail-ზე. მაგრამ საუკეთესო მინდოდა მერჩენო, ცალკე უბრალოდ ლოგო მქონდა ჩანაფიქრში, მაგრამ რომ ნახე პირველი სერია, გადავწყვიტე ეს კადრია მერჩინე. იაკიმარუ მომისმინე. აზრი არ აქვს. მას შენი ხმა არ ესმის. იმიტომ რომ ყრუა. და აქ უკვე 9 საათზე მეტი ადგას. სუნთლად დასველდა. უნდა რომ გარკვიოს რა ემართება ეთქობა. წვიმა. მე ვფიქრობ, რომ ის წვიმას უსმენს. რაო? ხომ გითხარი რომ ყრუ არის? უბრალოდ ასე მგონია. არა, წვიმას ვერ მოსმენს, მაგრამ თვითონ ცდილობს იგრძნოს რამე. შენ დიდარი ოჯახიდან ხარ, ხომ მართალია? ესეთი მოხდენილი სიტყვები და ქალური სახე. ვიღაც სოფლელ გოგოს არ გავხარ. მართალი ვარ, ხო? სავარაუდოდ წარსული ეს წარსულია. ახლა უკვე ჩვეულებრივი გოგო ვარ. კარგი მნიშვნელობა არ აქვს. და ასე გადაცებით რაზე ლოცულობდი? კარგ ბიზნესზე? იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ჩემი ძმა სახლში. და საწევიდა. ომში. აუ, მაგისი ძმა ის არ არის. 5 წელი. ის ხომ არ არის უფრო მოკლას. და მე ხმარეთ. ხო. არა. თუ რა შეამჩნია? არა. სისხლის კვალი შეამჩნია თუ? საწახვედი. სხვა ვიღაც დაინახა ხო? ბიჭებო. უცებ მეგონა იმ კაცს შეხედა და მან დაინახა წითელი აურა. კი, მაგრამ სად გარბი ხარ? ეს აშკარად დემონი იყო. ის შეეძლო მსგავსი რამ ჩაედინა. დაწყებული ხმარი ეს არის? ეი, რას ჩადიხარ? ეშინ გააკეთე? ჯანდაბა. და რაში გჭირდება ეს ყველაფერი? ამ ხმალს სისხლის სხურია. ამიტომაც მოვგალი ისინი. ხმალის სისხლის სხურვილით სისულელას ნუ ამბობ. ეს ჩვეულებრივი ხმალი არ არის. დაწყებული ხმარია. შტის ცოცხალია. ცოცხალი. რომელიც ადამიანის სისხლს ვამს. როგორც კი ის შენ სხელში აღმოჩნდება. ესეც შენი დაიუტო. უფლება შენ სხელში ყველა და ყველაფერი მოკლას. გაცნობებული ვარ მიხვდებით რომელ ხმასაც უკავშირებ. მაგრამ ამაზე რა სიტყვი? ღიმილს, შენ სახეზე. აშკარად თვითონაც სიამოვნებას ღებულობს. და თან ხმალში გრძნობს ბოროტსუს და არა ადამიანში. ეს საინტერესოა. იგებ ხმალს ყავს. როგორ ხმალი აკონტროლებს ადამიანს. შენ ისეთი ხარ, როგორიც მე. ამ ხმალში დემონია. მაგრამ სიჩქარეში ჩემსაც ვერ უტოლდება. ეს უკვე ნამდვილი. უკვე აღარ შეიძლება გადავარდნა, იმიტომ რომ დაგიბრუნდა ტკიურის ხსნობა და დაგიბრუნდა რამდენიმე ორგანო, ასე რომ ჩათვალე თავს მოიკრავ. ეს ნაკლებად ტკივნეული იქნებოდა. მეორე ფეხში, კიდე კაი მეორე ფეხში არ მოარტყა. ვაუ. ხაკიმარუ. ახლა ხაკიმარუს უძახის.
ის აქედან ჩავარდა? ფიქრობ ის? მისმინე. გასაგებია, ფეხი. ცოტა მოიცადე. ფეხში არა საქმე. დედავს სად არის? წარმოგიდგენია რა რას გრძნობს ახლა ჰაკიმარო. ვიპოვე. ჰაკიმარო. და ხმალ ჰაკიმაროს მოძახი. რაღაცა შინელებაა. სჯობს რომ გადავაგდო. აუ, ახლა დოროროს ჩაუსახდება? არა. ბიჭებო. სად ხართ? ძმაო. გასაგებია. ანუ ის არისო ვინც მოკლა, ის იყო ვინც კლავდა. თუ არა? ძმაო. როგორ მიხარია რომ დაბრუნდი? ოსუში. ხო, ეს მე ვარ. წლებია ვლოცულობ რომ შინ დაბრუნებულიყავი. ჯამრთელი რომ დაბრუნებულიყავი. ასე რომ შენი მოსვლა რა მოხდა? რას ეძებ? არა, არაფერი. აღარ არის დემონის კონტროლის მაინც ჩემთან დაბრუნდება. მაგრამ დორორო თუ შენი არ მინდა იქ წასვლა. გამიშვი. არ უშველს. დებილო, ხმალო. აკროსაკეთე ბიჭუნა. ქალაქში დაბრუნდი. ამ დღეში ძალიან სახიფათოა. თქვენ ორივე სლოკავენ. კლენ მოჩვენება. ვაუ. ამის უფლებას არ მოგცემ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჰიაკიმარუს ფეხის გარეშე დარჩა ახლა. და დოროროც უკვე დაიმორჩილა ხმალმა. მაბადია. ოსუში. შენს გამიგე. ეს ყველა სამურაის ვალია, რომ ბრძოლაში ჩაერთონ. კი, ეს და მამა მოგხედავენ. დიდი ხნით არ შევყონდები. ძმაო. ვაუ. ეს ხმალმა გააკეთა? ძამიკო. ეს დღეს ბაზრობაზე ვიყიდე. ყავისფერი ბრინჯი. შენ ხო ყოველთვის გიყვარდა. გახსოვს? ბავშვობაში როგორი რთული იყო ჩემი დაწყნარება, როცა ვტიროდი. მნიშვნელობა არ ქონდა დედა რამდენჯერ ეცდებოდა. მაინც ვტიროდი და ვტიროდი. და როცა ეს ხდებოდა, შენ მოდიოდი. და გახალდი სათამაშოს აწყობდი. ხოლო ასე თუ დავწყნარდებოდი. მაშინ ვიჯექი და უბრალოდ მას ვუყურებდი. ხო, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმე აქვს. მე აქ ვარ. პირდაპირ აქ.
ეს რა იყო ახლა ეს? ის აქ არის მკვლელი მოჩვენება. მკვლელი მოჩვენება. მართლა ასე ქვია დემონის ხმას? ესე ხმლის დემონს. Yekimaro. Hakimaru. არა. Zamiko, მოდი სახლში დაუბრუნდეთ. ჩემთან ერთად წამოდი. გთხოვ, ხმა მოიღე. თქვი რამე. რა შეგემთხო? ასეთი რამ გაგხადა? მოგალი. ცოცხლა. ახლა თავი მოკვეთე. დანოსუკე. მან ჩვენს არაჩვეულებრივი ციხესიმაგრე ააშენა. უდიდეს ჯარსაც კი. გაუჭირდება მისი ხელში ჩაგდება. მაგრამ ის თუ ისევ გვიღალატებს, ის მაშინვე მოუყვება მტრებს მის შესახებ და ასე ციხესიმაგრეში უსაფრთხოდ აღარ ვიქნები. ჩვენს უნდა მოვკლათ სანამ ის მომხდარა. როგორც ჩანს, არასწორი ხმარი შევა თუ შეიძლება უარი თქვეს და სწორედ მაგიტომ მისცეს დაწყებული ხმარი. შენ გაბედე და ჩემს სიტყვას არ დაიმორჩილე? ბროდ დასაჯეს. ამ ხმალს მიეცი. დასაგებია. და საბოლოოდ მაინც მოაკვირვის. ეს ძალიან ძველი ხმალია, რომელიც დიდხანს არავის გამოუყენებია. ის ჟანგიანი და გაულესავია. ისეთია, როგორც შენ შეგეფერება. ახლა კი მოგალი. ჯერ არ მოვკლავს. ამბობენ, რაც უფრო მეტი სისხლს აღიქვამს ეს ხმალი, მით უფრო ძლიერია. რა თქმა უნდა, ეს უფრო ლოჯორებია. მაგრამ აქ საკმარისი სისხლი ის რო შევამოწმოთ. კი. და ასე ჩავსახდა დემონი. მაგრამ ახლა როგორც ჩანს, დემონისგან თავისუფალია. ეს არის შენი სახელაკა. Nihiro თუ Nihiro. ვერ გავიგონე წესიერად. ბატონო. მას უფრო მეტი სისხლი სჭირდება. Nihiro მასე თქვა. Nihiro. დებილი ხარ. აშკარად. უფრო მეტი გინდა. შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. იმდენს მოხსი. რამდენსაც ისურვებ. და საბოლოოდ ის აქ არის. აუსრულა სურვილი. არ წახვიდე. ძამიკო. ოსუში. შეწყვიტე დებილო. ეს ხომ მე ვარ, ვერ ხედავ? ჯანდაბა. სანახმას არ გაგაგდებინებს, მანამდე არ მოისვენებს, მაგრამ თავარიც ისაა, რომ შენ არ გიმიზნებს, ხმალს უმიზნებს. ხმალში ხედავს მარტო წითელაურას. ძალიან გთხოვ, ძამიკო. გთხოვ, არ წახვიდე. გამიშვი. ძამიკო. მე უფრო მეტად ის მაინტერესებს, რის დაბრუნებას შეძრებს ახლა Yekimaro. მეორე ფეხის, ხელის, მეორე რამ შეიცვალა. ხედველობის. მე ვერ შევძელი ჩვენი სახლის, ან მიწების დაცვა. შენ ხომ ამდე ხანს არ ჩანდი. მაგრამ როცა შენ დაბრუნდი, ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ როგორც ადრე.
ძალიან გთხოვ. ჩემთან დარჩი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ შეიცვალე. ძამიკო. არა. მიხი რომ ეძახის. ოუ, არა. ძამიკო. მაინც ეძახის. მე მეკონა მოიცილა თავიდან. როგორ მეცოდება? 5 წელი ძმას ეუდებოდა და ოუ, ეგრე. ციგარი ხარ, იაკიმარი. როგორ ჩანს სწორედ ამიტომ ეძახის. ხაკიმარო შენ. რომ დორო რომ დიდი მოიცილა მადლობა, უკვე. ხაკიმარო. просто დორო რომ მოიცილა უკვე. და ესეც ეს ხმალი მხოლოდ მე მეკუთვნის. მე და მხოლოდ მე. ნახოთ დორო რას და ფიქრობს. რატომ დამტოვე ცოცხალი? შენთვის ჯობდა რომ მოგეკალე. მე მართლა მკვდარი მეკონა. სანამ ხილვა ჩემს ხელში არ დაბრუნდა. ძამიკო. საინტერესო. ძალიან გთხოვ, შეჩერდი. გთხოვ. ჩემი ძმა არ მოკლა. შენ ძმას არ მოკლავს, უბრალოდ ხმას წარსნობს. ან მოკლავს. არა მგონი და არ მეკონა. ანუ ძამიკო. ორი მეცა ხომ არ გწნობდა ძმაში სიბოროტეს და რატომ მოკლა? თუ ცოცხალია. ცოცხალია? არა? რა მოხდა? ოპა. ყურები. ესმის. ვაუ. ახლა ერთადერთი დაგვრჩა ხედველობის და ლაპარაკის უნარის დაბრუნება. ჩვენ ყველგან ვეძებეთ, მაგრამ მაინც ვერ ვიპოვეთ ბები აქალი. ბავშვის შესახებაც არაფერია. ეს მაშინდელი იმბავი, რამდენიმე წლის წინ იაკიმარის დაბადების დროს თუ
ახლა სერია გახმონებულია სპეციალურად ანიმეტი ვეჯისთვის. ესე იგი ეს იყო დორორო პირველი სეზონის მეოთხე სერია. და რატომ ამბობს პირველი სეზონის მეოთხე სერიას? ჩვეული ვარ უკვე. ყოველ შემთხვევაში ეს იყო დორორო მეოთხე სერია. კარგი იყო. მესამეს ვერ აჯობა, მაგრამ აშკარად კარგი იყო. ხმლის ისტორია იმ ბიჭის თუ როგორ არ უნდოდა მისი შესრულება. ანუ სხვათა შორის უფრო უკეთესად გააკეთეს ეს ვიდრე მე მეგონა. ანუ სულ სხვა მხარეს წავედი მე დაწყებულ ხმალზე რომ საუბრობთ. ანუ ასეთ თემას კი ვიყავი მიჩვეულე და მქონდა აზრებიც რომ ვინმე სხეულს დაიმორჩილებს, მაგრამ მე უფრო ის მეგონა, ანუ ხმალს რომ აიღებდა დემონად გადაიქცეოდა ან რამე უარესი კიდე. ყოველ შემთხვევაში დემონად არ გადაქცეულა არც ერთი, უბრალოდ დემონი ჩაუსახდათ კი რა, უბრალოდ დემონი მართავდათ და ხმალში რომელიც იყო ის დემონი. ერთადერთი რაც ჩემთვის გაურკვეველი და უცნაური იყო თუ რატომ მოკლა ჰიაკიმარუ მის ბიჭი. ანუ წესით უბრალოდ ხმალი უნდა წაერთმია როგორც დოროროს და რავი. ანუ აშკარად ხედავდა რომ ხმალს ქონდა წითელი აურა, მაგრამ ამასობაში ამავდროულად იმ კაცს ჩვეულებრივი, ანუ ნახევრად გამჭვირვალე აურა ჰქონდა და მე მეგონა შეეცდებოდა რომ არ მოეკლა. შეიძლება კიდე ჰიაკიმარუც ცოტა უცდაურ მდგომარეობაში იყო, იმიტომ რომ ნერვული სისტემა რაც დაუბრუნდა, ახლა ტკივილი იგრძნო პირველად და შეიძლება მაგანაც დააბნია რომ არასდროს არაფრის შეგრძნება არ ქონია და ახლა დაუბრუნდა და უცებ რისხვით თუ არ ვიცი როგორ დავარქვა. შეიძლება ითქვას რომ გაოცებისკენაც ემოციებისკენ მოკნედ რა დაეტაკა იმას და მოკლა. მაგრამ საერთო ჯამში კაი ისტორია იყო. მომეწონა. შემეწოდა იმ ბიჭის და კაი გოგო იყო რა, გოგო კი არ მომკვდა. მაგრამ უკეთეს იმსახურებდა აშკარად. 5 წელი ელოდებოდა ძმას და ნახა სულ რაღაც 1 საათი, 2 საათით და მერე მოუკლეს თვალწინ. საშინელება ომიდან რომ დაბრუნდება ცოცხალი და მერე რომ მოვა სახლში და იქ რომ მოკლავენ. და რაც თავარია ჰიაკიმარუმ დაიბრუნა სმენა ყურები. აუ ახლა ესეთი ამბავი დატრიალდება აქ ნერვული სისტემის დაბრუნების მერე ხო ისედაც დეპრესიაში იყო ჩავარდნილი და ახლა რომ ესმის ყველაფერი დოროროს ხმას რომ გაიგონებს დაწმუნებული ვარ შოკში ჩავარდება დოროროს და ზოგადად ყველას ხმას, იმიტომ რომ არასდროს არაფერი გაუგონია. აი ხმას რომ დაიბრუნებს ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება და მხედველობას კიდე. მხედველობის დაბრუნება ეგ ყველაზე ესეთი თემაა. საინტერესო. აი ერთადერთი რასაც მე მინუსად ვთვლი, ეს არის ის რომ მხედველობას თუ დაიბრუნებს ერთი სულების დანახვას ისევ შეძლებს, თუ შეძლებს ბაზარი არა ძალიან კარგი იქნება. აი თუ არ შეძლებს იქნება ძალიან დიდი მინუსი, იმიტომ რომ ვეღარ გააჩევს ვინ კეთილია, ვინ ბოროტი, ვინ მოკლას, ვინ არ მოკლას. და კიდე ერთი მინუსი იყო, არაერთხელ თქვი უკვე ნერვული სისტემის დაბრუნება, იმიტომ რომ ტკივილს გრძნობს ისევ. და ეს ასევე მინუსია. თან ძალიან დიდი. ყოველ შემთხვევაში დავაკვირდებით და ვნახავთ რა გამოვა. და გემშვიდობებით ახლა. და შემდეგ ორ სერიას ვუყურებთ ერთად. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ არა და გავიწყეთ და ლაიქება, არხის გამოწერა და ზარის ღილაკის გააქტიურება. დატოვეთ კომენტარები თუ რას ფიქრობთ ამ ანიმეზე, რას ფიქრობთ ზოგადად ანიმეებზე და სერიალებზე
და არ დაგავიწყდეთ, რომ გამოკითხვა მიმდინარეობს ამჟამად ჩემს არხზე. სერიალების არჩევა. როცა ამ ვიდეოს დავდებ სავარაუდოდ გამოკითხვა დასრულებული იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რომ არ იყოს დასრულებული, გახსენებთ. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, ვნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად გრძელდებოდეთ.